ჩემი სამუშაო დღე დილის 8 საათიდან იწყება. საღამოთი ვამზადებ ისეთ პროდუქტებს, რომელიც მეორე დღეს დილით გამომადგება და ვამზადებ ახალ კერძებს. ვცდილობ ყოველთვის რომ წარმოვაჩინო ჩემი სოფლის ღირსშესანიშნაობები, რასაც უკეთესად ვამზადებ, ვცდილობ ის გავამზადო და დილით სტუმრებს უკეთესად შევხვდე. გათვლილი იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მუზეუმი ახლოს არის, ხალთის ტაძარიც ახლოს არის. ეხლა იმედი გვაქვს, რომ ხიხანის ციხეზე ტურისტული კომპლექსი გაიხსნება და ეს ყველაფერი ალბათ ჩვენს ეკონომიკურ პირობებს გააუმჯობესებს. დამატებები. გაჩნდა იდეა ოჯახში, რომ როგორც კუთხეშვილი, აქ მაცხოვრებელი, რამეთ რომ დავსაქმებული ვიყავით. ჩვენი იდეა იყო ეს, ადგილი ტერიტორია, რომელიც ახლა ამჟამად გაკეთებული მაქვს. პატარა მისაღები, საფიქრების ობიექტი, იური სტუმარი მოდის ეკლესიაზე, მუზეუმში. და ამასთან დაკავშირებით გვინდოდა რომ ჩვენი კერძებით, ჩვენი ადგილობებით, თუ რამე მოდის ხილი, მოსდეულობა, თუ რამე შედის სოფლის პირობებში, ყველაფერი გამოგვეტანა, აგვეჩვენებინა მოსული სტუმრებისთვის, რომ როგორ ვართ, როგორ ცხოვრობთ, რა წარმოვადგეთ და ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, მაყოფილი ვართ სხვათა შორის. ეხლა ხა გვაქვს წამოწყებული ეს ბიზნესი თანდათან უფრო გავზდეთ, გვინდა საოჯახო სასტუმროს ის მასალით დამონტაჟება, აჭარისწყალი ჯორჯიას მივმართეთ, რომ ჩვენი პროექტი განეხილა და დაეფინანსებინა. მათი ხელშეწყობით აი მოხერხდა ის, რომ ყველაფერი დავასრულეთ. ჩვენი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, როგორც მშენებლობის პერიოდში, ასევე ოპერირების პერიოდში აგრძელებს სოციალური პროექტების დაფინანსებას. სადღაც ჯამში 58 პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი არის, რომელიც შემოიტანა თამარ შაინიძე. ჩვენი კომპანია ყოველთვის დაინტერესებულია, რომ ზემოთიან აჭარაში განსაკუთრებით გავაძლიეროთ მეწარმეობა და განსაკუთრებით მეწარმე ქალბატონები. რომელთა გაძლიერება ხელს შეუწყობს უფრო რომ საინტერესო გახდეს ჩვენი თემში ცხოვრება. ეს პროექტი ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ ძალიან მიმზიდველი ტურისტული გარემო შექმნა ამ ქალბატონის პროექტზე და პროექტების დაფინანსების დროს სხვათა შორის უფრო ყურადღებას ვამახვილებთ იმ პროექტებზე, რომლებსაც ქალბატონები აკეთებენ. რითაც კიდევ ერთხელ გვინდა ხელი შევუწყოთ, რომ მათთვის საინტერესო გახდეს აქ ცხოვრება და სანამ იარსებებს ჩვენი კომპანია და სანამ ვაწარმოებთ ელექტროენერგიას, დავაფინანსებთ გავს პროექტებს.